გამარჯობა. დღეს ძუძუმწოვრების წარმოუდგენელ, მრავალფეროვან და მართლაც საოცარ სამყაროში უნდა ვიმოგზაუროთ. სათხართ? დაფიქრებულ ხართ, რა აქვთ საერთოდ თქვენ, პატარა ღამურას და 17 ტონიან უძველეს მარტორქას? მოდით გავარკვიოთ. საქმე ისაა, რომ ყველა ძუძუმწოვარს, მათ შორის ჩვენს, ერთი საერთო, უნიკალური ბიოლოგიური გეგმა გვაერთიანებს. ჩვენ ენდოთერმულები ვართ, ანუ შიგდიდან ვთვებით და თმას სწორედ ამ სითბოს შესანარჩუნებლად ვიყენებთ. მაგარი არა? გამრავლების მეთოდების მიხედვით კი ძუძუმწოვრები ორ სრულიად განსხვავებულ ევოლუციურ ჯგუფად იყოფიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძუძუს აწოვებს, მშობლის მზრუნველობის დონე სხვადასხვა სახეობაში რადიკალურად განსხვავდება. იცოდით, დღეს მხოლოდ 5000-მდე ძუძუმწოვარის სახეობა არსებობს. მწერების მილიონებთან შედარებით ეს ზღვაში წვეთია. მოდით, ევოლუციას გადავხედოთ. წარმოიდგენეთ ჩვენი წინაპრები გიგანტური დინოზავრების ჭრიდილში როგორღაც მაინც გადარჩნენ. დინოზავრების გაქრობის შემდეგ ძუძუმწოვრები ზომაში საგრძნობლად გაიზარდნენ, მაგალითად მასტოდონტი, რომელიც წარმოიდგენდა ტუბერკულოზით იტანჯებოდა. აბა, დაფიქრდით ინდრიკოთერიუმზე. ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ხმელეთის ძუძუმწოვარია და მისი მასშტაბები უბრალოდ შოკის მომგურევლია. ტიბეტში აღმოჩენილ ამ უძველეს ურქო მარტორქას გიგანტური თავის ქალა და ჟირაფის მსგავსი გრძელი კისერი ჰქონდა. თუმცა ყველაზე მძიმე ძუძუმწოვარი ჩვენს გვერდითაა. ლურჯი ვეშაპი წარმოუდგენელ 200 ტონას იწონის. დაუჯერებელია, ხო? ახლა ოკეანიდან პირდაპირ ცაში ავინაცვლოთ. ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელმაც ნამდვილი ფრენა ისწავლა. ისევ წყალს დაუბრუნდეთ. წარმოიდგენეთ პატარა ინდატრას სუნთქვის შეკავება წყალქვეშ 17 ტუთის განმავლობაში შეუძლია. კოიოტები კი ნამდვილი გადარჩენის ოსტატები არიან. წარმოიდგინეთ, ისინი ამერიკის 50-დან 59 შტატში წარმატებით ბინადრობენ. ციმბირის ვეფხს სქელი ქონი იცავს, ღამის ხედვა კი ადამიანისას 5-ჯერ აღემატება. ნამდვილი ღამის მონადირეა. ინტელექტზე რა სიტყვით? თახვი ბუნების ნამდვილი ოსტატი და ხუროა, რომელიც მდინარეებზე მთელ კაშხლებს აშენებს. პუმები საჭმელს საგულდაგულოდ მალავინ. ძველი ინდიელები კი სწორედ ამ ხრიკს იყენებდნენ მათი საკვების მოსაპარად. ჭუიანურია. პონის ზომა არ მოგაგატყუოთ. ამ პატარა ძალოსნებს საკუთარ წონაზე 20-ჯერ მეტი სტარება შეუძლიათ. დაუჯერებელია. კაპიბარას მთავარი იარაღი კი სიმშვიდეა. ის ეკოსისტემაში ყველასთან მარტივად მეღობრობს. ნამდვილი დიპლომატია დამეთანხმებით. თავისი ულამაზესი რქებით და დახვეწილობით კი ირემის სილამაზისა და კეთილშობილობის უნივერსალურ სიმბოლოდ იქცა. ამ ყველაფრის შემხედვარე ერთი კითხვა მიჩნდება. არსებობს საერთოდ გარემო, რომლის დაპყრობასაც ძუძუმწოვრები ვერ შეძლებენ?